შეერთებულ შტატებში შიდა ტერორიზმად შეფასებულმა ქმედებამ ქართული პოლიტიკური სპექტრი საკუთარ შეფასებებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადებამ პარლამენტის თავმჯდომარეს რიტორიკული კითხვაც დაასმევინა. შალვა პაპუაშვილი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას იხსენებს და შეკითხვებიც ამ კამპანიის დამფინანსებლებთან აქვს. თუკი მოლოტოვის კოქტეილის სროლა ტერორიზმია, თუკი საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული NGO სირცხვილი აწარმოებს, მაშინ რა გამოდის? რა ფინანსდება ევროკავშირის ფულით? მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმები რომ ტერორიზმია ამ შეფასებებში როგორც ამერიკელ მაღალჩინოსანს, ისე პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება, თუმცა შალვა პაპუაშვილის გულწრფელობაში ეჭვიში აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ თემას ქართული ოცნება ანტიდასავლური რიტორიკისთვის იყენებს, რადგან დასავლეთი რადიკალიზმის დამფინანსებელი არასოდეს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ჩემი აზრით ევროპელი მეგობრებისთვის, რომ მათი დაფინანსება ემსახურება საქართველოში რაღაც გაატრიალების მოწყობას და მოლოტოვის კოქტეილების დამზადების სწავლებას. იმიტომ რომ ევროპა საქართველოში აფინანსებს ადამიანის უფლებების დაცვას, მის დემოკრატიზაციას. ნამდვილად მოლოტოვის კოქტეილის როლა არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენთვის ყოველთვის ასე იყო. შალვა პაპუაშვილისგან განსხვავებით. თუ დანაშაულს აქვს ადგილი, იმისთვის არის სახელმწიფო, რომ დამნაშავე, ოღონდ თავისი მტკიცებულებებით და არა ისე უდანაშაულო ხალხი როგორც ციხეში. დამნაშავე თავისი მყარი მტკიცებულებებით იჯდეს ციხეში. პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის ნაწილის შეფასებები საპარლამენტო ოპოზიციას არწმუნებს, რომ რაც შეერთებულ შტატებში ტერორიზმად ფასდება, იმას საქართველოში რადიკალური ჯგუფები გმირობად წარმოაჩენენ. მაგალითისთვის ხალხის ძალაში უახლესი წარსული მოჰყავთ. ამის ფონზე კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა ადამიანი ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა და ცოცხლად დაწვას ცდილობდა. და კიდევ უფრო სამარცხვინოა ევროკავშირის ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აცხადებს, რომელიც აფინანსებდა კამპანიას, რომ მე ვარ ლაზარე გრიგორიადისი. სახელისუფლებო გუნდში არაერთი მაგალითი აქვთ იმისა, რომ ბრიუსელიდან დაფინანსებული არასამთავრობოები რადიკალურ მიზნებს ემსახურებიან. მათ შორისაა კამპანიაც, რომელიც ქართულ ოცნებაში მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებად ფასდება. სწორედ მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს ადამიანებმა, ვინც დაფინანსებული იყო გარკვეული ფონდების მიერ. აღქმა უნდა ყოფილიყო ესეთი, რომ ადამიანი, ვინც პოლიციელს ესვრის მოლოტოვის კოქტეილს, იგი ემსახურება სიმართლეს. და ეს არ არის არანაირი დანაშაული და სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობისას გაანთავისუფლა ესეთი ადამიანი დემონსტრაციული და შექმნა მისგან ამ ადამიანისგან შექმნა რაღაც სიმბოლო ვაჟკაცობის. რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებელია რომ აკუმულიროს იყოს როგორც ტერორისტული აქტი, ჩვენს ქვეყანაში ეს არის გმირობა. ასეთი რამე, ასეთი ოქსიმორონი, ასეთი ერთმანეთთან ალოგიკურობა და დაუკავშირებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი არის და ამ ყველაფერში ისევ და ისევ იხარჯება დონორების ფონდების თანხები, რომელთა წყარო არის ისევ და ისევ ევროკავშირში. აქამდე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იყო. ქართულ ოცნებაში რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და იმ შეფასებებს იხსენებენ, რომელიც მაშინ ევროპის დედაქალაქებიდან ისმოდა. დემონსტრაციები მშვიდობიანად შეფასდა მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი კი მაშინდელმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა.